ხაშურში ახალგაზრდა ქალს ქმარმა დანა 7 ჯერ დაარტყა. შემზარავი ფაქტი წუხელ გვიანღამით ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სილამაზის სალონში მოხდა. დაჭრილი ქალის სასწრაფო ოპერაციის შემდეგ თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. მირაში მომხდარი ფაქტი დიას კამერის წინ დღეს ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაიხსენა. მისი თქმით, საზარელ ფაქტს დილით ოჯახური კონფლიქტი უწყოდა. 30 წელს გადაცილებული მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას გამოძიება განზრახმკვლობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებს შედავება. 31 წლის თამარ ლომიძე დღეს დილით ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმი ამბობს, გუშინ საღამოს აღნიშნულმა პაციენტმა სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით საკუთარი ფეხით მიაკითხა. დაჭრილ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. მას შემდეგ რაც პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ექიმები იძულებულები გახდნენ ლომიძე თბილისში გადაეყვანათ. სასიცოცხლო ჩვენებით განხორციელდა გადაუდებელი ოპერაცია. შემდეგაც პაციენტი გადაყვანილი იქნა მკურნალობისთვის უკვე თავად კლინიკაში კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ოჯახის წევრების მოთხოვნით გაიგეგმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მისი გადაყვანა, მკურნალობის გაგრძელება. გამოძახებული იქნა რეანიმობილი, შესაბამისი ბრიგადის მიერ მხოლოდ დილის საათებისთვის შეფასდა ის უკვე შესაძლებლად რომ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული იყო და დილას უკვე გადაყვანილი იქნა თბილისში. შემთხვევა გუშინ საღამოს ხაშურის სალონ მირაში მოხდა. ახალგაზრდა ქალთან, რომელიც სალონში სტილისტად მუშაობდა, საკუთარი მეუღლე მივიდა. ცალკე ოთახში გაიყვანა და ცივი იარაღით 7 ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. დავიკონეთ იქიდან ყვირილის ხმა და დაჭრილი გამოვიდა აქ და აქაც მე ერთი დაარტყა. მე ჩვენ გავიქეცით შველის და მაშველების დასახელებლად. ის გაიქცა. მეტი არაფერი არ დაგვინახია, ანუ წინაპირობა არ ქონდა ყვირილის. სახლიდან იყო წამოსული კონფლიქტი ქონდა. როგორც ასეთი ოჯახური ძალადობა და ის ჩვენ არ დაგვინახია და თხოვდა შერიგებას, არანაირი ეჭვიანი ადამიანი შერიგებას არის. თხოვდა შერიგებას და უარი უთხრა როგორც ჩანს შერიგებას და მაგაზე იყო უკვე გაწირა თავისი ცოლის და თავის თავი. თამარ ლომიძისა და შმაგი დოლიძის მეზობლები ამბობენ, რომ წყვილს საკმაოდ მშვიდი ოჯახი ჰქონდათ და მათი კონფლიქტის შესახებ აქამდე არაფერი გაუგიათ. მეზობლების ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის დროს შმაგი დოლიძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ხელს. ორ შორის ურთიერთობაში ვერავინ ჩაერევა და ვერავინ ეხლა თვითონ რა მოუვიდა და როგორ მოუვიდათ, ეგ თვითონ უფრო იციან. როგორც ასეთი ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. არავითარი დაძაბულობა, ნორმალური ხალხი იქით ამშობლების აქეთაც რა ვიცი. ცუდი ბიჭი და ასე რომ ვთქვათ, უბანში და რამე არავითარი ძალიან კარგი ბიჭი იყო და თვითონ მეუღლეს შენიერი გოგო იყო. კი, ალბათ ნასვამი ყოფილა ეგრეთ თქოს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შმაგი დოლიძე პოლიციას თავად ჩაბარდა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.